32 წელია ვეძებ შვილს. 33 წლიანი ძებნის შემდეგ ოკუპირებულ აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ცხედრები ოჯახებს დაუბრუნდა. 6 მეომარი და 1 მშვიდობიანი მოქალაქე სამების საკათედრო ტაძრიდან დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილეს. 93 წლის 24 სექტემბერს დილით 6 საათზე ტყვეთა იყვანეს თავის ბიჭებთან ერთად. იყო უგზო-უკლოდ დაკარგული. წმინდა ნინოს მემორიალთან ძმათა სასაფლაოზე გმირთა სავანე გვაქვს და გადავასვენებთ იქ და იქ გვექნება სამუდამო მისასვლელი და მოსაწყობებელი. ომობდა აფხაზეთში, სოხუმში, იყო მეომარი. ეხლა 26 წლის იყო რომ დაიღუპა, 33 წელია ვეძებდით და ბოლო-ბოლო ყველაფერი გაირკვა. აფხაზეთში ომის დროს დაღუპული 6 პირის იდენტიფიცირება სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის კომიტეტის მიერ შექმნილი საკოორდინაციო მექანიზმის დახმარებით მოხდა. ჩვენი ქვეყანა და ხალხი სამწუხაროდ დღემდე განიცდის საქართველოში 90-იანი წლების შეერაღებული მოქმედებების და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის უმძიმეს შედეგებს და ამიტომაც განსაკუთრებით აფასებს მშვიდობას, რისთვისაც საქართველოს მთავრობა გაერთიანებული ძალის ხმებით, თანმიმდევრული, პრაგმატული მოქმედებებით ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მსგავსი ტრაგედიები ჩვენს ქვეყანაში აღარ განმეორდეს. ჩვენ ვემშვიდობებით ჩვენს გმირებს, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი გაიღეს თავისი სამშობლოსთვის, თავისი სიცოცხლე. მე მინდა მიუსამძიმრო მათ ოჯახებს, ასევე მინდა რომ ყველა იმ უწყებას, ვისაც მონაწილეობა აქვს მიღებული მათ იდენტიფიცირებაში და გადმოსვენებაში, მადლობა მინდა გადაუხადო მათ. აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა. დაღუპულთა ოჯახის წევრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებმა მიუსამძიმრეს. მნიშვნელოვანი არის, რომ ყველა ოჯახს მიეცეს შესაძლებლობა დაიტიროს საკუთარი ოჯახის წევრები. ამავე დროს ეს ის მომენტები არის, როდესაც ჩვენ ვფიქრობ ჩვენს იარებზე, რომელიც 3 ათეული წლის წინათ გაგვეხსნა და რომელიც ყოველდღიურად გვახსენებს თავს და ამავე დროს გვახსენებს თუ რა ვიწრო არის ზღვარი მშვიდობასა და ომს შორის. ომში დაღუპული სამხედროების და მოქალაქეების იდენტიფიცირების მნიშვნელობაზე დაწერა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმაც. უკვე რამდენჯერმე მოხდა გასული საუკუნის 90-იან წლებში აფხაზეთში დაღუპული მებრძოლებისა და მოქალაქეების ჩამოსვენება. დღეს წმინდა სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ომში გარდაცვლილთა კიდევ ერთ ნაწილს ვემშვიდობებით. აქ დასვენებულნი არიან როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პირები. სამწუხაროდ ახლობლებსაც და ჩვენს ახლაღა მოგვეცა შესაძლებლობა პატივი მივაგოთ მათ. 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაკარგულთა მოძიების მექანიზმი 2013 წლიდან მუშაობს. ამ დრომდე ნაპოვნი 623 ადამიანიდან 323 იდენტიფიცირებულია. 2000-მდე ადამიანი კი ჯერ კიდევ უგზო-უკლოდ დაკარგულად ითვლება.